ამ ავტომობილების 40% მიდიოდა ტაქსით. ანუ, როდესაც მთავრობა უშვებდა გაზ 21-ს, 40%-ს ამზადებდა ტაქსოპარკისთვის და ეს არის ძალიან საინტერესო რაღაცა, იმიტომ რომ დირექტორები და ტაქსის მძღოლები ერთი და იგივე ავტომობილებით დადიოდნენ საბჭოთა კავშირში. კი ბატონო. აქვე ერთ ფაქტსაც გეტყვით, რომ ეს მანქანა გადიოდა ექსპორტზე. შვედეთში, ფინეთში და კიდევ 73 ქვეყანაში ყიდდნენ გაზ 21-ს და სხვათა შორის ძალიან დიდი წარმატებით. ნუ პირველ 2 წელიწადს თუ არ ჩავთვლით. საქმე იმაშია, რომ 1956 წელს, როდესაც გაზ 21 გამოვიდა, მაშინ მიმდინარეობდა ცივი ომი, უпростоრად ძალებს იკრებდა და ყველაზე მეტად აქტუალური იმ პერიოდში იყო. სწორედ ამიტომ დასავლეთ ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის გარეთ, თითქმის არავის არ უნდოდა მანქანა, რომელსაც საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის სიმბოლო ჰქონდა ცხაურაზე. სწორედ ამიტომ წარმოების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ შეცვალეს ცხაურა და დაუბრუნეს ძველ პირვანდელ ვერსიას, რომელიც ჟუკოვმა შეაცვლევინა თავის დროზე, როდესაც წარმოებას იწყებდა. აი ასე მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა, ეს ლამაზი გრილი მიუღებელი იყო დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ნუ ვერც გამომტყუნებდი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სიმბოლოს ატარებდა და მისი ჩანაცვლება მოუწიათ შედარებით ნაკლებად ლამაზი სწორხაზოვანი და მოსაწყენი გრილით, რომლის უმეტესობას დღესდღეობით ისევ დადის ქუჩაში.